შაჰაბასმა 400 წლის წინ რა გააკეთა კახეთში გახსოვთ, მაგრამ სანამ მაგას გაგახსენებთ, უნდა მოგიყვეთ ერთი ამბავი. ირანის ელჩმა თბილისში გამართა ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა ისლამური რევოლუციის 57 წლის თავს. მოსაწვევებიც დაარიგა, იმ მოსაწვევებში ჩაწერა, რომ ამ თარიღთან ერთადო აღნიშნავთო 410 წლის თავს იმ დროიდან, რაც ქართველები ირანში ჩავიდნენ. ეს არის არსებითი. გაუგზავნა ეს მოსაწვევი საგარეო საქმეთა სამინისტროს და პირველი მოადგილე ლაშა დარსალია მივიდა ამ ღონისძიებაზე. ანზორ ჩუბინიძეც მივიდა. ლაშა დარსალია ამ ღონისძიებაზე ამბობს, რომ მიესალმება თანამშრომლობას ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან. ეს ის რესპუბლიკა, რომელიც ცოტა ხნის წინ ახალგაზრდები ჩახოცა დემონსტრაციების გამო. ლაშა დარსალია მიულოცა ისლამური რევოლუცია ირანის ელჩს. სიტყვით გამოვიდა იქ. ჩვენი სახელით, ქართველი ხალხის სახელით გამოვიდა სიტყვით. ამ ღონისძიების პარალელურად თან თბილისის მერიამ ანძა გაანათა ირანის დროშის ფერებში. თან თქვა, რომ აღნიშნავდნენ ირანის ისლამური რევოლუციის 57 წლის თავს. მოგმართაო ჩვენო ირანის საელჩომო და ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილეთო. რაც შეეხება 410 წლის წინ თურმე ქართველების ჩასვლას ირანში, თქოს რაღაც ტურისტული ჯგუფი ყოფილიყო, ამას ესე ეხმაურება ირანის ელჩი. ქართველების პირველი ჯგუფი ჩამოვიდა 1616 წელს ირანში, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ირანში ვაჭრობის განვითარებაშიო, არქიტექტურაშიო და ასევე ჩვენი ქვეყნის დაცვაშიო, ან ირანის დაცვაშიო. 1616 წელს შაჰაბასმა ორჯერ ილაშქრა კახეთში, გაზაფხულზე და შემოდგომაზე. ორჯერ ილაშქრა, რადგან პირველად როცა ილაშქრა, მაშინ ბოლომდე ვერ გატეხა კახური წინააღმდეგობა. აჯაყდნენ ისევ კახელები და ამიტომ თვითონ გამოუძღვა დიდ ლაშქარს. მისი მიზანი იყო, რომ თავიდან ბოლომდე გაენადგურებინა კახელები. კაცები გაეწყვიტა და მკვედ წაეყვანა ქალები და ბავშვები, ხოლო კახეთში ჩამოესახლებინა თურქმენული ტომები. შაჰაბასის პირველი შემოსევა და მისი შედეგები. აყვავებული და განვითარებული სამეფო ანგრევებად იქცა. ქალაქი გრემი მთლიანად განახლდა. საცხოვრებლები დააქციეს და მთელ კახეთში ადამიანის საცხოვრებელი არ დატოვეს. რბევა, დარცვა და ნგრევა ქვეყნისა. ის გავერანება სახლებისა და საცხოვრებლებისა, რაც კახეთის ქრისტიანებს თავს დაატყდათ, არ გაგონილა ისლამის გაჩენის დროიდან აქამდე. შახის ბრძანებით ვარსთან ერთად დაჭრეს თუთის ხეებიც, რათა ამ ქვეყანაში აღარასდროს აღდგენილიყო მეღვინეობა და მეაბრეშუმე. შაჰაბასის მეორე შემოსევა 1616 წლის გაზაფხულზე. ვინც მტერს გადაურჩა, მთებში გაიხიზნა. ბევრი კახელი ყიზილბაშებში აკვდა. კახელები უმრად არ ტოვებდნენ არც ერთ ქალაქს, ციხეს, სოფელს, ეკლესიას, სასახლეს და ქოხსაც კი. შახის მეომრებს ვიწროებში უსაფრთხებოდნენ და ხოცავდნენ. ბრძოლა დაუნდობელი იყო, რადგან ქართველები ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე იდგნენ დიდი გენოციდის წინაშე. მტერი ანადგურებდა და წვავდა ყველაფერს, რაც გზად ხვდებოდა. კახეთი ეს აყვავებული მხარე ნანგრევებად იქცა. შაჰაბასის მესამე შემოსევა. ყიზილბაშებმა 10,000 ქართველი მაინც დაატყვევეს იმ რეიდისას. ყიზილბაშებმა 3000-მდე ოჯახი აყარეს და ირანში, ფეროჰაბადში გადაასახლეს. შაჰაბასის მეოთხე შემოსევა. 1616 წლის ზამთარში შემოსევამ კახეთი მოსახლეობისგან დაცალა. კახელების ნაწილი შეიწირა, ნაწილი ტყვედ ჩავარდა, სხვები გაიხიზნენ. ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილ კახეთს შაჰაბასმა სულის მოთქმა არ აცალა და ზამთრის გასვლისთანავე 1617 წლის ადრიან გაზაფხულზე ისევ შემოესია. შაჰაბასის შურისძიება და ქეთევან დედოფლის წამება. მეფის შვილები ალექსანდრე და ლევანი მისი ბრძანებით დაასაჭურისეს. ახალგაზრდებმა წამებას ვერ გაუძლეს და გარდაიცვალნენ. აბას პირველის ბრძანებითვე შირაზში წამებით მოკლეს თეიმურაზის დედა ქეთევან დედოფალი. გაწופებული შაჰი ქეთევანს სიცოცხლის სანაცვლოდ მხოლოდ ერთს გამაჰმადიანებას სთხოვდა. დედოფალმა რჯულის შეცვლას წამებით სიკვდილი არჩია. უნდა იცოდეთ, რამდენი ქართველი მოკლა შაჰაბასმა და რამდენი გადაასახლა საკუთარი მიწა-წყლიდან ირანში. მოკლულთა რიცხვი 70,000 ჭარბობდა. ლამაზი ქალწულები, უწვერული ვაჟები და ბავშვები. 100,000-ზე მეტი ტყვე იქნა აღწერილი. მაგრამ ამ სტრიქონების დამწერის აზრით 30,000 კიდევ სხვა კუთხესა და კიდეში იქნა დაჭერილი. 100,000-ზე მეტი ქართველი აყარეს მშობლიური ადგილებიდან
და შუაგულ სპარსეთში, ფერეიდანში გადაასახლეს. შესაბამისად, როდესაც გვეუბნებიან, რომ ირანში ჯგუფი ჩავიდა, ეს ნიშნავს კახელების გენოციდის შემდგომ ტყვედ ჩავარდნილი ქალების და ბავშვების ძალით წაყვანას და გადასახლებას ირანში და შესაბამისად ასეთი სახით ისტორიის დამახინჯება არის ჩვენი შეურაცხყოფა. იმდენად, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ასეთ მოსაწვევზე მიდის და ღონისძიებაში მონაწილეობს ოფიციალურ დონეზე, ეს არის მიზანმიმართული მავნებლობა, ეს არ არის ისტორიის არცოდნა, ეს არის მავნებლობა და ყველაფერს უნდა გასცეთ ქართველებო და კახელებო განსაკუთრებით პასუხი.